ნელ-ნელა იწყება უკვე რეგისტრაცია ლარნაკას რეისზე და აი ეს გოგოებიც ემზადებიან ახლა, სადაც არის უკვე გამოაცხადებენ. ესე იგი, ლარნაკას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მიდის ეს ნომერი ავტობუსი 425. აი ამ გაჩერებას, როდესაც გამოხვალთ აეროპორტიდან გარეთ. ბილეთების ყიდვა შესაძლებელი არის თვითონ ავტობუსში. ღირს 2 ევრო. ეს არის ეს ულამაზესი ადგილი, ულამაზესი სანაპირო. ქალაქი ნელ-ნელა უკვე იწყებს გაღვიძებას. და ნაუცი, აი, ფერზეც ეტყობა უკვე აქ, რომ დაახლოებით 10 წუთში მზეც ამოვა. და ეს მომენტიც როგორც იქნა, დავინახეთ უკვე მზის ამოსვლაც. აი ესე გამონათეთ, ძალიან ლამაზი არის. გათენდა ჩვენი პირველი დღე ლარნაკაში, აი ესეთი ძალიან კარგი ამინდია. ძალიან კარგი განწყობით ვართ ყველა, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები ვართ. ნამდვილად სასიამოვნო დღე გველოდება წინ. მოკლედ ახლა ვუახლოვდებით წმინდა ლაზარეს ეკლესიას. მოვედით, ეს არის წმინდა ლაზარეს ეკლესია, მთავარი ღირსშესანიშნაობა პიტროში. აი ესეთი ლამაზი გარემო დაგვხდა, ეს ხეც ესე ლამაზად გაყოვებული და ეს ეკლესია ხო ცალკე ძალიან მაგარი არის, აი ძალიან ლამაზი დროშებში. აი ესეთი ძველი და ლამაზი გარემო არის. აი ეს დერეფანი ერთ-ერთი ხანს მივიდივართ ეკლესიის შესასვლელისკენ. ეს არის მოკლედ ის ადგილი, სადაც ინახება ლაზარეს სხეულის ნაწილები. აი აქ და მაგიტომ ყველა ვინ ჩემთვის ემთხოვა. უბრალოდ ჩვეულებრივად არის მართლმადიდებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა. ესეთი სამარხი არის ქვემოთ ფიგურებიდან, როგორც მივხვდით. სავარაუდოდ უშვილო წყვილები მოდიან და შველას თხოვენ აი ამ ხატს. აი აქ შევდივართ. და აი ესეთი სამარხი არის აქ. აი სავარაუდოდ აქ არის განთავსებული მისი სხეულის ნაწილები. ესე ახლა შემოვედით ერთ-ერთ ჩვეულებრივ შიდა ქუჩაზე. ამ ქუჩაზე ძირითადად სახილოსნოები არის წარმოდგენილი. ძალიან ლამაზი არის. აი ესეთ ფერად ქუჩებზე დავდივართ. ახლა ვიმყოფებით ლარნაკას ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას. ეს არის ძველი სახლები, ანუ სხვადასხვა სახის მუზეუმები არის აქ გამოფენილი. ვიღებთ ფოტოებს. წარმოდგენილი არის ისტორიები. ნუ ადამიანებს შეუძლიათ რომ მოვიდნენ, გადაიღონ აქ, გაერთონ, კარგი დრო გაატარონ და ასე შემდეგ.
ახლა გამოვედი ქალაქ ლარნაკას ერთ-ერთ სანაპიროზე, ეგრეთ წოდებული მაკენზის სანაპიროზე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მდებარეობს აეროპორტის საზღვარზე და როდესაც ბანაო ჩვეულებრივად სანაპიროზე ან ზღვაში ხარ შესული, ყოველ 20 წუთში ერთხელ თვითმფრინავი შენს თავზე რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე გადაიფრენს და ეს ამჟამად მრწდობის ენახაობა არის. აი ის ზღვაში შეჭრილი საზღვარი არის უკვე გამყოფი აეროპორტსა და სანაპიროს შორის. შემთხვევით ქუჩაში სიარულის დროს წავაწყდი კვიპროსულ ქორწილს და ნახოთ აბა ეხლა როგორ აღნიშნავენ აქ ქორწილებს. მანქანები მოდიან საპირისპირო მხარეს. ეს არის ცნობილი კვიპროსი. აი, მოვიდეთ რომ დავაგემონოთ ტრადიციული კვიპროსული გირო, რომელიც ძალიან სურნელოვანი არის და ეხლა ეს წუთია მოგიტანეს, ერთი სული გულს დავაგემონებთ.